მოგესალმებით ჩვენ YouTube-ის მაყურებლებო. დღეს გაჩვენებთ თუ როგორ მასპინძლობთ 26 სტუმარს ჩვენს რესტორანში. შემდეგ განახებთ გამოვლელებს რო ვასინჯობთ ხაჭაპურს და როგორ მოეწონებათ. მათ თავისუფლებს გაგიზიარებთ და შემდეგ მოვიდეთ ჩვენ დავჭამოთ უკვე სალათა, ტოლმა და ხარჩო. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ჯერჯერობით დიეტაზე ვართ 27 ივნისამდე და გვიწევს ესე დიეტურად, მაგრამ გემრიელად რომ ვიყვებოთ. დღის ბოლოს კი გვიწევს რომ პროდუქტები მოვუტანოთ RX, იმიტომ რომ 26 კაციანი სუფრის მერე სავარაუდოდ გამოელევა პროდუქტი და 6 საათის მერე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 10 საათამდე, აქედან გამომდინარე მოგიდოს რომ წავიდეთ და უყიდოთ პროდუქტები და მანდაც წაგიყვანთ პრაისმარტში და სუპერში და განახებთ როგორ ვიშოპინგებთ რესტორნისთვის. შაბათობით ლამრო იხსნება 6 საათზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დღეს გვყავს 26 კაციანი ჯგუფი, გავიხსენით 12-ზე, რადგან მათ გთხოვეს 12-ზე მოსვლა და ისე ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ საქართველოსგან განსხვავებით პანამაში ნათლობები, ნიშნობები, ესეც დღესასწაულები, ანუ გვიან არ აღინიშნება ხოლმე დილიდან, შუა დღიდან და მე რაღაც 4-5-ისკენ იშრებიან. ჩვენი 26 სტუმრისთვის გვაქვს დღეს 5 ქართული სუფრის მენიუ და ასევე დამატებით კუპატები და სასმელებს ადგილზე შეუკვეთავენ, როცა გვაქვს ესეთი შეკვეთა, წინასწარ გვიხდიან ხოლმე თანხას, იმიტომ რომ ხშირად პანამაში არის ხოლმე თაღლითური სქემები, შეიძლება მოგატყუონ რომ მოდიან, თანხა ჩაირიცხავითომ რომ მე უკან გადაუხადა და მოკლედ თავს ვიზღვავთ და ყოველთვის წინასწარ ვიღებთ ხოლმე მსგავსი სუფრების თანხას. ეხლა მოკლედ მოგიყვებით ქართულ სუფრაზე. იქიდან გამომდინარე რომ პანამაში და მიმდებარე ქვეყნებში საერთოდ არ არის ქართული რესტორანი, არც ქართველები ცხოვრობენ და არ იცოდნენ ჩვენამდე რა არის ქართული სამზარეულო. ცოტა ერთულებოდათ, აი რა შეეკვეთათ, რა რის მერე რას უხდება და ჩვენ შევთან ერთად შევქმნით ესეთი tasting menu, სადაც ძირითადი ყველა ჩვენი ყველაზე გემრიელი, პოპულარული და ტრადიციული კერძი არის შესული, ისე რომ ადამიანს არ უწევს იმ კითხავს, ახლა ის შეუკვეთა თუ ამას უნდა პური არ უნდა, ყველაფერი ერთად მოდის. და დაახლოებით 4-დან 6 კაცს ყოფნის თითო ქართული სუფრა, რომელიც ღირს $120. გვაქვს ხორცის და ყველის ვარიანტით, გვაქვს ვეგეტარიანული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ვეგეტარიანელი აქ და ადგილობრივებსაც უყვარს სხვათა შორის ბოსტნეული ძალიან და გვაქვს აბსოლუტურად ისეთი სამერხო ვეგანური ოფციაც, მაგრამ დღეს 5-ვე მენიუ გვაქვს აღებული ხორცის და ყველის ჭამელების. ყველა მაგიდა და სკამი არის ერთად, იმიტომ რომ იქნება ერთიანი სუფრა. სუფრის დანიშნულება არ გვითხრეს, ჯერ არ ვიცით, ნათლობა არის თუ ბავშვების დაბადების დღე, მაგრამ მოკლედ ესე გამოიყურება ერთიანი სუფრა. გოგ, ჩვენ რა ვჭამოთ მერე? ეხლა არ არის ჩვენი დრო. შეგახედებთ სამზარეულოში, იმიტომ რომ რაღაც კერძები უკვე ცივები, სტარტერები გამზადებულია, მაგრამ არ გაგვაქვს სანამ სტუმრები არ მოვლენ მაინც და თან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ დღეს, არაფერი არ გვაქვს გაყინული, წინასწარ შენახული, ამიტომ მოკლედ ცოტა პრობლემები გვაქვს ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად იქნება ესა თუ ის კერძი. გაჩერდი. მიდი. Azia.
Antonio, Google loco. Manda, Antoniოს კითხება. ესა ვერთობით თანამ სტუმრები. მოვლე. ეხლა მინდა მოგიყვეთ მოკლედ რა შედის ჩვენ ქართულ სუფრაში, რომელიც ღირს $120 DGG-ს გარეშე. პირველ რიგში შედის ქართული პური, თუმცა შეუძლიათ აირჩიონ პური უნდა თუ ჭადი, იმიტომ რომ ზოგი აქ გლუტეინის გარეშე მიირთმევს საჭმელს, მე მგონი ჩვენი სტუმრები მოვიდნენ. Hola. ¿Es dueño? Sí, camina. Hola. Ajá. Hola. You can go. Hola. Hola. Bienvenidos. ცოტა რთულია მასპინძლობა, მიმტანობა და თან იუთუბერობა, მაგრამ მოკლედ ეს არის ტყემალი, რომელიც არის ქლიავისგან გაკეთებული, ჩილეური ქლიავისგან, ეს არის ბაჟას სოუსი, რომელიც ბერძნული ნიგვზისგან კეთდება და ეს არის საწებელა, რომელსაც ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის პამიდბრისგან და ძალიან გემრიელად ვასუნელებთ. მოკლედ ქართულ სუფრაში, რა თქმა უნდა, შედის საწებლებით. Hi. Sorry. This is Georgian kebab. This one is from lamb. Enjoy. Bon provecho. Აკეთ რამდენიმე ტიპის ქაბაბი აქვს. სულ ორი ტიპი გვაქვს, მაგრამ საქონლის და ცხვრის და ორივე იქნება ამათთან. Am guk სამზარეულოში შევხედოთ. არის ფასიფუცი. მოკლედ არასწორად დავდა, ცოტაზე მოკლე მანძილებით დავდა საწებლები და უნდა მიუტანო ეხლა. Thank you very much. Hope you will like it. Thank you. ესე იგი ისტორია როგორია, რომ საქართველოში იყო ამის პანამელი მეგობარი ნამყოფი. ის მოვიდა თავის ოჯახთან ერთად, გასინჯა, უთქვამს, რომ ზუსტად ისეთი არისო, როგორც მე საქართველოში გავსინჯაო. თანო დიზაინიცო ქართულიაო, მე და შენ წავიდეთ, მოვიდნენ ეს ორი და მე ამ მთელი თავის დეპარტამენტი დაპატიჟა. კაია. აი ისე მაინც მარკეტინგში word of mouth რასაც ეძახიან პირით გავრცელებულ ინფორმაციას ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ცოტა დიდი დრო ჭირდება მაგას, ვიდრე Instagram-ის Reels-ის მაგალითად დაბუსტვას, მაგრამ ბევრად უფრო ენდობა ხალხი ხალხის ნათქვამს რა თვითონ და მოკლედ, ეხა უნდა მოვყვე, ძალიან მაგარი რაღაც გამახსენდა, რომ მე და გუგას საყვარელი კაფე არის Ani Mochi Panama City-ში და სულ დავდივართ, არც ვიცოდით ვისი იყო რაღაც და აი მართლა სულ სურათებსაც ვიღებდით და ვნიშნავდით Instagram-ზე და ერთხელ საღამოს რესტორანში ვარ რამდენიმე კვირის წინ და ეს მეძახის მაგიდიდან რომ Ani ვარო მე მოციო თქვენო ჩემთან დადიხართო და რაღაც, მოკლედ გავიცანით და გუშინ მაგათთან ვიყავით ისევ კვირა თუ ორშაბათი იყო საუზმეზე და გვითხრეს რომ საქართველოში მოდიან მთელი ოჯახი დასასვენებლად აგვისტოში და მოკლედ აქედან ვავითარებთ საქართველოს ტურისტი შეიძლება ითქვას. პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ძალიან გამიხარდა, თან ძალიან კარგი ოჯახი არის და ძალიან კარგი იქნება ეგეთი ბევრი ადამიანი თუ ნახავს საქართველოს. ამ ვიდეოს ვინც უყურებთ ჩვენი ხაჭაპური სავარაუდოდ არ გაქვს გასინჯული. ეს არის ჩვენი რესტორნის სიამაყე. აი დედოფალია ეს იმერული ხაჭაპური. ესეთი გემრიელი ხაჭაპური არსად არ საქართველოში, არსად არ გამისინჯავს. ვაკეთებთ მოცარელათი და არის ტოპ გემო. ძალიან მაგარია რა. ეხლა იმათ შეკვეთა რომ არ იყოს დიდი სიამოვნებით შევჭამდი თლიანად. ესეც ჩვენი საქონლის წვადი.
Thank you. უმაგრესი მწვადი გვაქვს. მწვადებში ღორი ჩემი ფავორიტია, მაგრამ საქონელი ძალიან მაგარია. ეს არის ღორის მწვადი. რთულია. This is pork barbecue. რთულია, წარმოიდგინე დიეტაზე რო ხარ და ღორის მწვადი ჩემი. Hachapuri? For last table? Half? Anyhow. Imeruli. Half. Hachapuri. This is Georgian cheese bread. It's hachapuri. მაგარი ხაჭაპური და მწვადი რო და დიეტაზე რო ხარ ვეგანი რო ხარ აი სანდისტო ჯასმირჩი რა გინდა მე რა წარმოიდგინე დიეტაზე ვარ მე 7 დღეა უკვე და რას მაგეთები ღორის მწვადით არა მწვადია ჩემი არგენტინული და ხინკლისის ჩაატარე ვასწავლეო კიდე როგორ და უკუპიჩო და აღარ ვჭამო ხო ესე იგი მე ხაჭაპურები Honorio new chef. Chef. Honorio new chef. All inclusive. Honorio can do everything. This is cheese bread and this is made in every family by grandmothers in Georgia, yeah. So we eat it every day that. საქართველოში არა, ისეთია. ვამრო რომ იცოდეთ რა ხაჭაპურებს აცხობდა. აი წარმოუდგენელს და დედაჩემი სხვათა შორის ირმა არანაკლებ აჭარულებს აცხობს და იმდენად მაგარს რომ შეიძლება რამა გავხსნათ. სახაჭაპურა, კაფე, არ ვიცი, ნახეთ. ვამრო საქართველოში ექნება გაგზელება და რა ფორმით მე და გუგა ვფიქრობთ და თქვენ შეგიძლიათ ისე მიიღოთ მონაწილეობა მაგაში როგორი ფორმატის ადგილი მოგეწონებოდათ რომ გაგვეკეთებინა. თუმცა კერძები ქართული უნდა იყოს, ხო გუგ? მაგრამ ბებიაჩემი საკმაოდ ისეთი იყო ექსპერიმენტული და ანანასაც ხმარობდა კერძებში, მანგოსაც, რა ვიცი, ანუ ძალიან ისეთი იყო გახსნილი ცვლილებებისკენ და სიახლეებისკენ. ამიტომ იმიტომ რომ ფრანგულიანის ფილოლოგი იყო და ფრანგულ რეცეპტებს კითხულობდა და მანგო 90-იანი. მანგო დავამატე შეიძლება, მაგრამ ანანასი უეჭველი იყო. ანანასი პანამი. არა, იქაური, მაგრამ ღორის ხორცი ანანასით და რაღაც ესეთი რაღაცაები. ახლა ესე იგი არ მომატყუებინებს, ეს არის ჩემი სიცრუის დეტექტორი, იქნება და მქონდა მანგო. ხო და იმიტომ რომ მე სიტყვებზე გეკიდებიან შენი გამომწერები. ხედავ ტრილიონი თქვი და 200 კომენტარი დაგიწერეს რომ ნუ იცი რა არის? პაბლო ესკობარს იმდენი ფული ქონდა, ტრილიონი იყო თუ ნახევარი თუ მესამედი. ბევრი იყო ძალიან ამის თქმა მინდოდა. ხო მე კარნე აი არგენტინელები How are you? ¿Cómo estás? Muchas gracias. Gracias a ti. Yeah. Ellos, our partner for carne. This is our followers. Gracias. Gracias a ustedes. Ciao. ¿Me la firmas una? Sí. Sí.
This is. Can you show them how to eat it? Of course. This is khinkali. Khinkali need eat with hands. Yes. First, yes. And so this is mix beef and pork. That's right. You're like you are Georgian. I mean. It's mushroom. This is mushroom salad. Sulertia salad. This is mushroom khinkali. Okay. Here. Wait, you got good after Okay. Mushroom? It's with mushroom, not. So in Georgia, we eat khinkali with hands. It's like super traditional. If you want to try, we eat it with hands, like Guga showed you. Like we take it from the top, and yeah, it's up to you. This. Yeah. არა უშავს. მე კი არ ვითხარი რომ წვენი ამოწურეთ. მე ვთქვი რომ იმას ხენით. ეგრე ხელით უნდა ჭამო ხინკალით. Yes. Like this one. This is the top. This is handle. If we take it like and then start. Oh, that's right. Hi. What's your name? Ben. Ben, yes. Okay, my name is Elena. We're the owners of the restaurant, and we want to have a small interview for our YouTube channel. And our audience is based in Georgia, so they are very curious what the foreigners think about Georgian cuisine and food. So, what are your first impressions? My first impressions are it makes me want to go to Georgia. Like, I want to sort of see the country. It's food that I've never sort of tasted before. I travel a lot, so I try a lot of different cuisines. And this has definitely been one of my favorite, especially the sort of little buns at the end where you have to sort of sip it. Khinkali. Yeah, they were amazing. The names are a little bit different to pronounce. Yeah, no, they were absolutely incredible. The cheese bread, again, something like unreal. I haven't ever tasted anything like that before. Yeah. Thank you. And where are you from? I'm from England. Okay. And it was your first time to try Georgian food, as I understand. Yeah? Yeah, I've never seen Georgian food or tried it before, but I will definitely be back. Okay. Thank you for coming, and we hope that you liked it. And we will see you soon. Thank you very much. Okay. Bye. Thank you. Thank you. დადგა ჩვენი დრო გავაცილეთ სტუმრები გვახარბეს ეს ხინკლები და ხაჭაპურები და წვადები ოღონდ წვადი გვაქვს და ნოია ჩვენი დრო მაგრამ ესე დიეტურად მე ძალიან გემრიელია რა მე სტაფილოს მიყვარს ყველაზე მაგრამ არა, სამივე მიყვარს, მაგრამ ძალიან გემრიელი. ჩვენი თანამშრომლები ხაჭაპურზე და არ არიან დიეტაზე და ხაჭაპურს ბერავენ და კოლოს აყოლებენ. და ჩვენ აი ესე დიეტურად არა ხინკალი, არა მწვადი, არა ხაჭაპური ამ ცხოვრების. ხაჭაპურის ხინკლის და მწვადის გარეშე. ცხოვრებას აზრი ეკარგება. ვადის ფათალი ძალიან რთულად იშოვება, მაგრამ მივაგენს და გემრიელი.
ძალიან გემრიელი. მოკლედ ძალიან გემრიელი საჭმელია. არა შემწვარიც უცამოც ჩვენ რესტორანში. უგემრიელი საჭმელი. რა თქმა უნდა, ხინკალს, ხაჭაპურს და მწვადს არ შეედრება არაფერი, მაგრამ ხარჩო, ჩაკაფული, ფხალი, ყველაფერი ძალიან გემრიელია და ვიზოთ. წავედით პანამასიცის მთავარ მოედანზე, პლაზა ერეირაზე. მიგვაქვს 2 იმერული ხაჭაპური, 12 ნაჭერი და უნდა გავასინჯოთ სრულიად უცნობ ხალხს ჩვენი სამზარეულოს დედოფალი, არ ვიცი ახლა არ გამკითხოთ ამ სიტყვის რას ამოვიჩემე დედოფალი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელია. მივდივართ მე, გუგა და ონორიო. ინგლისურად მე და გუგა მივალთ, ესპანურად ონორიო და გულწრფელ ისეთ პირველად შთაბეჭდილებებს ჩავწერთ, თან ლამროს სავიზიტო ბარათებსაც მივცემთ. პატარა რეკლამა გამოგვივა. თითქმის უფასო, მხოლოდ ხაჭაპურის ფასი და თქვენ გამოგვიწერეთ. ძალიან გვინდა რომ საქართველოში გავხსნათ ლამრო და იმისთვის რომ ცოტა თავდაჯერება ვიგრძნოთ, რომ ნამდვილად იმუშავებს და ყველაფერი კარგად იქნება. 50,000 გამომწერი გვინდა და გამოგვიწერეთ რა. This is Georgian cheese bread. If something here, yeah. Is it the restaurant? Yes. Can you try? Open. I'm at Casa Love. Yeah, you live there? Yes. Sorry. Sorry for Thank you. I will try it right now. Like as soon as I get Okay, it. okay, Come and visit okay, you. okay. Thank you. Ciao. Have a nice day. Oh, uno segundo. Probar, sí. Gracias. Thank you, man. It asked me if they like. Sí, tasty. Está bueno. Sí. Para policía, aquí desconte 30%. Para casco viejo policía. Buenas. Eso, queso, pan queso, georgiano, Georgian from Georgian restaurant. And you can try and tell us how it's. Para que prueben la comida georgiana. Sí. Amigo, sí. Gracias. ¿Cómo se llama esta? Imeruli. Hachapuri, sí. Bueno, sí. Can you ask Sí. from the scale from 1 to 10 how will they rank? Ah, Dice que cuánto evalúan del 1 al 10, cuánto que evalúan. Del 1 al 10 le doy 9. 9. Okay, Oh, very it's good. good. Gracias. Ciao. Bon Ciao. provecho. let's go. Buenas tardes, señoritas. Eso, queso pan georgiano from restaurante georgiano, and you can try. Para que puedan probar gratis. El restaurante está. Aquí Sí, mismo sí, atrás. And Ajá. sí. And give us feedback. You like, te gusta or no? Que si me gusta. Sí. Que lo Que pruebe. lo Sí. Rico o no, diferente. Buen sabor. ¿Qué pasa? Tiene mantequilla, sabe bueno. Mantequilla, sí, Queso, ajá. queso. Está rico. Ese Está rico. 10 levels, 8, 9, 6, 7, 9. 9. Oh, es muy bien. Ajá. Gracias. Ese Disculpa. nombre de Buenas. Amigo, buena. Ese- Comida georgiana de Europa. comida georgiana, georgiano, ese queso pan.
and try and give us feedback if you like this. ¿Se bien? Sí, gracias. Bocas del Toro Danari, en Panamá. Boca del Toro, amigo, paisano mío. Hola, ¿cómo estás? Mucho gusto. Sí. Take a bite. Sí? Can he rank? Yeah. This is a For anyone you nombre want de to- restaurante, yeah, Instagram, contactos. So everything good, va? Hi. არ გაგვისინჯოს ეთყობა, ნაჭამი გქონდათ უკვე, თორე უზდელობა კი არ უნდათ. ხო, შეიძლება რაღაცას მაიმუნობდნენ, რომ YouTube-ზე არ გამოჩენილდნენ. ой, სხვათა შორის ქალებს მინდა ვუთხრა, რომ ამ ვიდეოს მერე ჩავწერთ, როგორ დავხარჯოთ $100 ელენეს ვერსიას და ქალებმა დამიწერეთ, რა იქნება თქვენთვის საინტერესო, აი რა ტიპის ადგილებში წავიდე, რა აქტივობები გავაკეთე და თქვენ აგეწყობით. ეს ფილიპე მოტა არის ჩვენი სასმელების პროვაიდერი. ჩვენ სასმელებს ყიდულობთ აქ და იმედი გვაქვს, რომ მალე აქ გაიყიდება ქართული სასმელებიც. Para que la pruebe dice, para que la აბა ვნახოთ მოეწონება თუ არა. რანაზად ჭამს და ძილობიანად. Amigo. Okay. Sí? Rico? მოეწონა. Una 10, ¿cuándo está? They know our name, but Amigo, this guy. Disculpa, unos segundos. ¿Qué no tiene? what did you say? ¿Cómo que están? Está bueno. It's good. Can you tell him that this is the name of the Este es el restaurant? restaurante georgiano. Gracias. Nice to meet you. Gracias. მე მგონი რამდენიმე კლიენტი იქნება დღეს. Buenas. Disculpa. ვერ მივხსნე. აი. Comida georgiana, somos de Europa. What you want taste? Disculpa, no tenemos servilletas. No, todo bien. Bueno, muchas gracias. Gracias. Para que lo califique, para ver qué tal le parece. Ah, bueno, dale, buenísimo. Okay. Muchas Gracias. Sí? Amigo, eso georgiano for my restaurant. Queso pan, sí. Try and give me feedback. ¿Te gusta? Sí, no. Good, no? Bueno? Sí. Gracias. Ciao. ხალხი გავახარეთ მგონი, თან რაღაცა ისე ენერგიულად გამოვედით სამივე, გარშემო კარგი ხალხი შემოიკრიბა და მიკროფონი იმედია ჩართული იყო. He says good, and when you're hungry, it's more good. Yes. Thank you, Honorio. Thank you. Honorio is always here to support us. ყოველთვის გვეხმარება ყველაფერში, ყველაზე საშიშ ქალაქებში მოყვება, იქ, აქ, რა მაგარი ჯიგარია. არეზარება და მოკლედ სხვათა შორის კითხეთ, რა საქართველოში თუ იმუშავებდით ხო და რატომაც არა და რა სიტყვით აბა? გინდათ Honorio's ჩამოვიდა საქართველოში ჩვენთან ერთად. მაშინ 100,000 გამომწერი გვინდა. პანამაში სუპერმარკეტებში ძალიან ცივა და მოკლედ შიგნით რომ შემოხვალთ, უნდა ჩაიცვათ თითქოს გარეთ ზამთარია. სამწუხაროდ კასკოვიეხოში, ანუ ქალაქის ძველ უბანში
ყველა სუპერმარკეტის სადისტრიბუციო არ მუშაობს და ორ დიდ სუპერმარკეტში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც გვიწევს ხოლმე მე და გუგა სიარული. პანამაში არ იყიდება ისპანახი ჩვეულებრივი ფოთლოვანი ფორმით. უნდა ვიყიდოთ ხოლმე გაყინული და ამას ვატარებ და ამით ვაკეთებთ ისპანახის ფალს. ეს შეკვრა ღირს $8-მდე. ასევე პანამაში თვითონ არ მოდის ქლიავი და ქლიავი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ინგრედიენტი, რითიც ვაკეთებთ ჩვენ ყემალს 1 კილო ღირს $8, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი ფასი. ჩვენს ძველუბანში მოვედით პუნტა პასიფიკოზე, აი რომ გითხარით ფუდი არის თქო აქ და რა თქმა უნდა გუგა აქ თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. ჰოლა! ბეიბის ეძახიან მოფერებით. მოკლედ, მე დაგათვალიერებინებთ აქ რა იყიდება. გუგას სალატი კი უნდა რომ აიღოს. მე ჩანთას ავიღებ. აი ესეთი საყვარელი უბნის მაღაზია, სადაც ყველაფერი ღირს ძალიან ძვირი, მაგალითად მარწყვი $12, ბალი $13. ეს კილოს ფასები არ არის. მე მგონი დაახლოებით 9 კილოს ფასები იქნება. ეს ავიღოთ. ეს დავამაგროთ. რა გვინდა აქ? რა გვინდა აქ? და შეიძლება იყოს კარხუნა. მე ეს რა არის? არასდროს არ მინახავს ესეთი რაღაც. თქვენ იცით რა არის ეს? ვინმე თუ იცნობთ რა არის, დაგვიწერეთ კომენტარებში. არც არის რაღაც ნიშანი გაკრული. ხილია თუ არა ბოსტნეულში დევს, ანუ ბოსტნეულია, მაგრამ მე ვერ მივხვდი რა არის. აი ერთი ცალი ღირს აი $8. აი ესეთი არის. გემო არის რა და $8 ვაძრავთ ერთ ბროწეულში, რომელსაც ვხმარობ ძირითადად საკმაზად მწვადის, ფხალის, მაგრამ ძალიან ძვირია თან საქართველოდან რო ხარ და რომ იცი შენთან რა ღირს, ისე რა ღირს ბროწეული ჩვენთან 3 წელია არ გვიყიდია პრინციპში იქნებ მანდაც გაჭირდა და ესეც ქოქოს ყიდულობთ ნატურალურ ანტიოქსიდანტს $2-ად. დავლებთ წყლის მაგივრად. ბეიბი სუყიდე. მეგობარი. უსუნებ. აუ რა კაი სუნი აქვს და ფერი, ესეთი ფერის არასდროს მოგიტანია. ძალიან ლამაზია, მადლობა. მოვიტანეთ პროდუქტები, მოვრჩით დღევანდელ დღეს და შემდეგი ეპიზოდი უკვე იქნება ჯუნგლებიდან, წავალთ ოფროუდზე, ჩანჩქერზე და ჩვენი ტოკიოთია, ჩვენი ტოკიო. და მოკლედ გემშვიდობებით ჯუნგლებამდე.